ჩემი ბლინების საცხობი ტაფა მეზობელმა გაიტანა და აღარ მიბრუნებს, ამიტომ შემოგთავაზებთ ბლინებს ტაფაზე. თხელი და ნაზი ბლინების ეს რეცეპტი გამორჩეულად მიყვარს და გამომდის ყოველთვის უგემრიელესი. ვნახოთ დღეს ტაფაზე როგორი გამომივა. 2 ცალკ ვერცხლს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ 1/2 ჩაის ჭიქარზე და 1/2 ჩაის ჭიქა ფქვილი. თქვეფა არ შეწყვიტოთ და დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი და 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. როდესაც ყველაფერს კარგად ავურებთ, შემდეგ ცომი უნდა დავასვენოთ 1 საათის განმავლობაში მაცივარში და შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ გამოცხობაზე. ამისთვის დაგჭირდება გახურებული ტაფა, თუ რა თქმა უნდა სპეციალური საცხობი არ გაქვთ. ტაფაზე თავიდან დაასხით ცოტა ზეთი და ხელსახოცით გადაანაწილეთ კარგად. ზეთის დასხმა მეტად აღარ დაგჭირდება. თქვენ ძირითადად რისთვის აცხობთ ხოლმე ესეთ ბლინებს? შაქარ-მოყრილი უფრო მოგწონთ თუ ხორციანი ბლინებისთვის აკეთებთ? თუ შაქარ-მოყრილი ბლინები გსურთ, მაშინ უნდა გადმოვატრიალოთ და მეორე მხრიდანაც შევწვათ, ხოლო თუ ხორციანი ბლინები გინდათ, ცალი მხრიდან შეწვაც ეყოფა. ბოლოსთვის გაგიზიარებთ შედეგს, ესეთი გამოგვივიდა, არც ესეთი კარგია, როგორც საცხობით გამოდის, მაგრამ ამასაც არ აუშავს. გემრიელად